გესალმებით მეგობრებო, აი დღესაც წერ ვიდეოს. ურმა ჩაიარა ქართულმა უკაცრავად. ხო, აი დღესაც წერ ვიდეოს. გუშინ ჩავწერე ვიდეო ვიყავი მეტეხის ხიდთან, დღეს ვარ ზაარბრუკენის ხიდზე. ისე ვიშლება ჩვენი ქალაქის ულამაზესი ხედები, აგერ ბატონო. და ისევ იგივე მიზეზით წერ ვიდეოს 28-ში შაბათს 3 საათზე. ვისთვისაც ძვირფასია ეს ქვეყანა და ამ ქვეყნის ბედნიერი მომავალი, ვისთვისაც ძვირფასია სამართლიანობა და წესრიგი და მშვიდობა და ვისაც მართლა გული გტკივა ფასეულობებზე ამ ქვეყანაში, ყველას შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ თქვენს საყვარელ მდინარესთან, სადაც თქვენთან იქნება ახლოს იქ, ხელის გულზეა გაშლილი ყველაფერი. დაინახავთ, სად შეგიძლიათ შეუერთდეთ ამ ჯაჭვს და ჩაებით თქვენს რომ ვაჩვენოთ ჩვენი ერთიანი სულისკვეთება, რომ არ დავთმობთ ამ ქვეყანას, ჩვენია ეს ქვეყანა და გვინდა მართლა წესრიგი, წესიერება, მშვიდობა, სიკეთე და სიყვარული. სადღეგრძელოსავით კი გამომდის, მაგრამ ისე დღეში ჩავყარეს, რომ მართლა ეს სიტყვები გახდა ახლა ერთადერთი ორიენტირი, რომლითაც უნდა ვიმოქმედოთ უახლოეს მომავალში. რაც ბოლო დღეების და კვირების განმავლობაში გვაჩვენა ქართული ოცნების რეჟიმა და დიახ რეჟიმა, არის ცინიზმი, საკუთარი ქვეყნის ადამიანის და საკუთარი საზოგადოების და მათ შორის კულტურის სიძულვილი, ზიზღი და მათ გქონიათ, რომ უხეში ძალით შეუძლიათ ჩაკლან მართლა თავისუფლების და სამშობლოს სიყვარული ჩვენში, ჩვენს ახალ თაობაში და მთელს ჩვენს საზოგადოებაში. ეს არ მოხდება, ამისი დაშვება არ შეგვიძლია, იმიტომ რომ მაშინ ძალიან დიდი ხნით აღმოჩნდებით ჩვენ ფიზიკურ და სულიერ დილეგში ამ ქვეყანაში და ვეღარ დავიცავთ ერთმანეთს და ვეღარ დავიცავთ იმ ყველაფერს და ჩვენთვის ძვირფასია. ჩამოგძანდით 28-ში 3 საათზე შაბათს საყვარელი მდინარის პირას და იპოვნეთ თქვენი ადგილი ერთობის ჯაჭვში. აქეთ არის გალაქტიონის ხიდი, თამარის ხიდი, ვახუშტის ხიდი, იქეთ არის ბარათაშვილის ხიდი, მშვიდობის ხიდი, მეტეხის ხიდი, მარტო სახელები არის შესანიშნავი მათ გამოგიეს გამოსვლა ხიდებზე და ხიდებს შორის. შევკრავთ ჯაჭვს. გავაგრძელებ ვიდეოების ჩაწერას.